მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება ნეგატიური ენერგიები. ანუ ეს გაშლა არის მხოლოდ მათთვის, ვისაც ეჭვი აქვს ფიქრობს, რომ საკუთარ თავზე, ან პარტნიორზე, ოჯახის წევრზე, მოკლედ, მისთვის საინტერესო პიროვნებაზე არის თუ არა მაგიური ზემოქმედება. გაშლა გვექნება ერთ ვარიანტზე, ვიმუშავებ ალბათ 2 ან 3 დასტით, ნახოთ შევხედოთ. შესაბამისად, ყურადღებით უსმენთ სიგნიფიკაციას და ალბათ სასურველია, რომ რაღაცა ნაწილს მაინც მოусმინოთ გაშლის, რომ ეხოთ თქვენია თუ არა ეს გაშლა. აქვე შეგახსენებთ, ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, გაშლა, იგივე დიაგნოსტიკა, ხო, ანუ მაგიური ზემოქმედების, ნეგატიური ენერგეტიკული პროგრამების დიაგნოსტიკა და წმენდასთან და მოხსნაგან ნეიტრალების რიტუალებთან დაკავშირებული საკითხები უნდა მომწეროთ. არ მირეკავთ, უბრალოდ უნდა მომწეროთ WhatsApp-ში ან Viber-ზე ნომერზე 511131818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტაროს სამყაროს Facebook გვერდზე Messenger-ში. მაშ ასე განეწყოთ ახლა გაშლისთვის, მოახდინეთ იმ ადამიანის ვიზუალიზაცია, ვიზეც ვაკეთებთ გაშლას, შეგიძლიათ წარმოთქვათ მისი სახელი, გამოიყენოთ სურათი და დავიწყოთ, ხო, შესაბამისი განწყობის შექმნის შემდეგ. ჩაფიქრებული არის, რა თქმა უნდა, ჩაფიქრებული არის მამაკაცი. უმეტეს შემთხვევაში პროცენტებით ვლაპარაკობ ხოლმე მე და 90%, 95%, რა თქმა უნდა, ქალბატონები მისმენენ და საკუთარი თავის გარდა, რაღაცამ შეიძლება შვილიც ჩაიფიქროს, მაგრამ ჩაფიქრებული არის მამაკაცი. აქ უბრალოდ მამაკაცის საინტერესოდ არის ჩაფიქრებული. ეს პიროვნება გვიჩვენებს როგორ რაღაცას, ხო? ერთი შეიძლება ეს პიროვნება არის თქვენი ოჯახის თავი, ხო? ანუ მეუღლე, რომელიც თაობს ოჯახს და ოღონდ ეს თუ არის თქვენი მეუღლე, მაშინ შეიძლება ეხლა ამ წუთას ან გაშორებული ხართ, ან მაკეთკენ მიდის საქმე, ხო? ფაქტიურად ცოლქმრული ურთიერთობა თქვენ აღარ გაქვთ, ხო? იმიტომ რომ თავისი ტახტრივანიდან ჩამობრძანებულია და საერთოდ სხვა ენერგიებში არის პიროვნება გადასული, ხო? უფრო ამჩატებულ, არასერიოზულ ენერგიებში და სადაც იცით როგორ არის ეს მოძრაობა არის ძალიან დაუფიქრებელი, მისი მოძრაობა, მისი ქმედებები არის ძალიან დაუფიქრებელი. თითქოს პირველად გავს რაღაცა ნაბიჯებს, რა იგულისხმება ახლა ამაში. შეიძლება ითხოვს შველასაც, ხო? მიმართა, არ ვიცი, ახლობლებს შეიძლება მოგმართათ თქვენ, შეიძლება, ანუ იცით რომ აი ბავშვი რო აიდგავს ფეხს და გადადგავს რამდენიმე ნაბიჯს წაიქცევა, ხო? დიდი ადამიანისთვის, რასტური ადამიანისთვის ეს რა თქმა უნდა უჩვეულო. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ აი იმაში რაშიც მას გამოცდილება აქვს, ის რაც მან ძალიან კარგად იცის, იქაც კი უშვებს შეცდომებს ეს ადამიანი, იქაც კი ბურძიკობს და ძალიან არამყარად, არადამაჯერებლად მოქმედებს, არადამაჯერებლად მუშაობს და შეიძლება ლაპარაკობს კიდევაც და ასე შემდეგ. პლუს ამას არის აბსოლუტურად ენერგია გამოცვლილი. თუ მის ენერგეტიკულ ტონუსზე ვისაუბრებთ ჩვენ აქ, აი ფაქტიურად 10-დან შეგვიძლია, 0 თუ არა, მეთმა დაიფაროს, შეიძლება 1% დავტოვოთ აქედან, ხო? ენერგია გამოცვლილი არის ყველა ადამიანი და აქაც ყველანაირად ეს ადამიანი და აქაც არის იცით როგორი მდგომარეობა, როგორ შეგვიძლია განმარტოთ, ხო? რომ ის კი არ რომ თქვათ, მანდამაინც ლოგინში იწვევს, თუმცა ასეთებიც შეიძლება იყოს აქ, არც ეს არ არის გამორიცხული, უბრალოდ ეს ადამიანი გახდა უემოციო თითქოს, აი რაც ადარდებდა, რაც უყვარდა, რასაც უფრთხილდებოდა მისთვის, რაც ფასეული იყო მისთვის და ძვირფასი იყო. ეს თუნდაც შეიძლება იყოს მაგალითად არა მანდამაინც ოჯახი, ან საყვარელი ადამიანი, ხო? ეხლა შეიძლება ყველა ოჯახზე არ ვსაუბროთ, შეიძლება ეს იყოს მისი კარიერა, თუნდაც, ხო? ანუ რაშიც ის ემოცია
შეიაზდებ და მთელი გონებით იყო ჩართული, აი ამ ყველაფრის მიმართ ძალიან უემოციო გახდა და არის ითით როგორ მდგომარეობაში თითქოს იცახის რომ აი დამეხმარე რა, აი მიშველი წამომაყენე, ხო? ანუ ამიტომ თქვი რომ პატარა ბავშვით იქცევა და შეიძლება ამხლად არ იძახდეს რომ დამეხმარე და მიშველე, მაგრამ ამას ხედავთ ხომ იგივე რომ დავარდა ადამიანი თქვენ თავად ხვდებით ხო თქვენთაც ხვდებით რომ მას ხელის გაწოდება ჭირდება და წამოყენება ჭირდება და აი ამ წაქცევის შემდეგ არის ყოველი ამ წაქცევის შემდეგ არის რა ხო ძალიან უჭირს წამოდგომა. წაქცევა არ არის პრობლემა, ნებისმიერი ჩვენთაგანი ფიზიკურ წაქცევას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, ხო, პრობლემები გვხდება ხოლმე, დაბრკოლებები გვხდება ხოლმე, ათასგვარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ფეხზე ვერ ვდგებით, რომ მე ჩვენ გასასვლელო აგრძელებთ და ასე შემდეგ, ხო? მოვიკრებთ ენერგიას, ვდგებით ამ ადამიანს, ყოველი შეცდომის დაშვების მერე სულ უფრო და უფრო უჭირს ენერგიის აღდგენა, სულ უფრო და უფრო მეტად უჭირს ფეხზე წამოდგომა. ხო? და იცით როგორ არის, აი რაღაცნაირად არის თითქოს რაღაცა შეპყრობილი. შეიძლება იყოს აქ აზარტული თამაშები, შეიძლება იყოს საყვარელი საქმის მიტოვება და რაღაცა ეს ტაშფანდურზე და რაღაცა სისულელეებზე დროის ხარჯვა, ხო? არეულია რომ იტყვენ ხოლმე ეშმაკი შეუჩდაო თითქოსო, აი ესეთ მდგომარეობაში არის და ესე იქცევა. თან მოქმედებს ძალიან ქაოტურად, ანუ ვერც კი მოასწრებ, ხო? აი ხელის სწავლებას ვერ მოასწრებ თქმას რომ აი მოიცა ეს შეცდომა არ დაუშვა რომ უკვე ერთი კი არა ორი შეცდომა აქვს ზედიზე დაშვებული ხო იმიტომ რომ ძალიან ქაოტური არის მისი მოქმედება სწრაფი ქაოტური არის მისი მოქმედება და თითქოს იცით როგორ არის აი მიზანმიმართულად მარტო თქვენ კი არა ეს გარემოცვა ვინც მას ძალიან კარგად იცნობს ხო ეს გარემოცვა ფიქრობს რომ შეიძლება მისი ოჯახის წევრები იყვნენ, ახლო მეგობრები, რომლებიც მას კარგად იცნობენ, ფიქრობთ, რომ საკუთარ თავს რომ გამიზნულად, გააზრებულად ღუპავ, ხო? აი, თითქოს გააზრებულად დგავს არასწორ ნაბიჯს, თითქოს გააზრებულად დგავს უფსკრულისკენ ნაბიჯს, ხო? აი, ესეთი შთაბეჭდილება გრჩება, თუმცა რა თქმა უნდა, აქ არანაირ გააზრებაზე საუბარი არ არის, ხო? რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ვერ იაზრებს. უბრალოდ თქვენ გარემოცვას გონიათ, რომ არის ეს ყველაფერი გააზრებული. ესეთი შეიძლება ამბობთ, ხო, რომ რა შეიძლება კაცო ეს კაცი თავისით იღუპავს თავს, ძალით ითხრის ხო, ორმოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხა მის გვერდზე გამოჩნდა ქალი. მის გვერდზე გამოჩნდა ქალი, ჯერ ვიფიქრე რომ ხართ თქვენ, მაგრამ მე უკვე კარტმა მითხრა რომ ეს თქვენ არ ბრძანდებით, ეს არის ქალი, ესეთი მსუბუქი ურთიერთობისთვის, ქალი გართობისთვის. თვითონ ეს ქალი არის ესეთი, ხო, პიროვნება, რომელიც თავის სიამოვნებაზე ფიქრობს, რომელიც საკუთარ თავზე ფიქრობს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს და ну, აქ სერიოზული, არ არის ეს სერიოზული ქალბატონი. და აი სწორედ ეს ქალი, ну, აქ ახლა მიზეზიც ამოგვივიდა ჩვენ, სწორედ ეს ქალი არის მიზეზი აი ამ მდგომარეობის, რა მდგომარეობაშიც არის ახლა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. მოდით ახლა ჩვენ ცოტა უფრო მეტი ნახოთ ამ ქალზე. რას გვეტყვის ტარო ამ ქალზე უფრო მეტად რომ ოპს რა არის ამ ქალის ინტერესი პირველ რიგში ну ეხლა აქ რომ მაგია არის ამაზე ორი აზრი არ არის ძალიან ჭკვიანურად იქცევა ეს ადამიანი ძალიან იცით როგორ გააკეთა აი ხა გეტყვით მისი მოქმედება როგორია და მისი მაგია როგორია ორმხრივი მაგია არის აქ მოდი ესე ვთქვათ ხო ერთი არის ну სარიტუალო მაგია რომ რაღაცას მიმართა გააკეთა უყურეთ ნეგატიური ზემოქმედებები პარტნიორზე და მეორე არის რა სათავისოდ მიუხედავად იმისა რომ ეს ჭრიჭინასავით ესეთი სუბუქი ხიხიხახახა ესეთი ქალბატონია მიუხედავად ამისა სათავისოდ ძალიან ჭკვიანი ქალია ძალიან ბრძოლად მოქმედებს და აი ნაბიჯ ეტაპ მოახერხა ის რომ აი რასაც ქვია შავი ღრუბელი აი ასეთ შედარებას მოვიყვა რადგან აქ ასეთი
დასურათებაც მაგ ილუსტრაცია მშვენივრად მოუხდება ამ სიტუაციის ახსნას, ხო, რომ აი ეს ღრუბლები, შავი ღრუბლები მოყარა თქვენთან, ხო, თქვენს პარტნიორთან. და ეს ოღონდ ეს ყველაფერი ძალიან გააზრებულად გააკეთა. ეხლა რა ხდება? აქ გვიჩვენებს მანამდე მიჩვენა, მაგრამ ეხაც მიჩვენებს, რომ ისევ საქმესთან დაკავშირებით შეიძლება იყოს აქ უმეტესწილად, მაგრამ მაინც არის არაჯანსაღი მიდრეკილებები, ხო, ჯანმრთელობისთვის ცუდი მიდრეკილებები, შეიძლება იყოს სასმელი, ნარკოტიკი, შეიძლება აზარტული თამაშები, მაგრამ რაღაცა სასმელთან დაკავშირებული. ნუ, ასევე შეიძლება სითხის სახითაც აღებულობდეს რაღაცას, ხო, აძლევდეს, ხო, როდესაც ნეგატიური პროგრამების რიტუალები სრულდება, ხო? თუმცა მამაკაცი, ხო, ცდილობს, რომ იყოს არაფხიზელ მდგომარეობაში. ეს გამომდინარეობს არა იქიდან, რომ უცებ უნდა და გალოთ და არამედ გამომდინარეობს იქიდან, რომ აი ამ ტაშბანდულში, ამ ჭრიჭინასავით ცხოვრებაში, ხო, ნევნელა პლუს დამატებული აქ უკვე აი ეს ზემოქმედება, რომელიც მასთან არის და ნუ ეს უკვე ვიცით, ხო, ყველა სოციალური ქსელებიდან, ამდენი გაშლებიდან, ძალიან ბევრი ეზოთერიკოსი საუბრობს ამას და ასე შემდეგ, რომ საკმაოდ ხშირია შემთხვევები, ხო, როდესაც სწორედაც რომ ხასიათის ცვლილებასთან ერთად, თავის ნეჩვეულების ცნებლებასთან ერთად ადამიანი იწყებს მას. რატო? ვერ ეგუება ადამიანი იმ რეალობას, რომელ რეალობაშიც არის. უბრალოდ ვერ იაზრებს ამას. თან ვერ ეგუება, სადაც მოხდა ახლა ეს თქვენი პარტნიორი ამ სიტუაციას, მაგრამ ამის გააზრება და ამის მორევა მას არ აქვს, იმიტომ რომ არც ენერგია აღარ აქვს ამისი, ხო? ამიტომ ცდილობს, რომ თითქოს აი თვალი დახუჭოს, ხო? ისევ და ისევ პატარა ბავშვით, რომ რაღაც ის გეშინია და თვალს ხუჭა, ხო? როგორია, რომ აი ახლა გაქრება. და აი სასმელში ან რაიმე შეიძლება სხვა რაღაცეებში იკლავდეს თავის ესეთ მდგომარეობას, ხო? და თავის ჭკუაში იმშვიდებდეს თავს. ისევ და ისევ იბრძვის, ნახეთ, ისევ და ისევ მისი ბრძოლა, ხო, აი აქ ახლა რადგან ამოგვივიდა ალკოჰოლიზმი, ლოთობა, უბრალოდ დავაზუსტე და ამოგვივიდა რა. ანუ ებრძვის იმ რეალობას, ხო, გაურბის იმ რეალობას და ებრძვის იმ რეალობას ისევ და ისევ ალკოჰოლიზმით, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა ესე მოკლედ აქ ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ეს, რომ იკლავს, დროიტყვიან დარდებს იკლავს, მაგრამ ნუ ვერც დარდებს მოიკლავს ამითი და ვერც პრობლემებს მოიხსნის, რა თქმა უნდა. კიდევ ამ ქალბატონთან დაკავშირებით. ნუ იცით რა არის, ახლა არჩევანი გაკეთებული აქვს, თქო მამაკაც ნამდვილად ვერ ვიტყვი. შეიძლება რაღაცა მომენტში თქვენ მოგეჩვენათ კიდევაც, რომ არჩევანი სწორედ ამ ქალბატონზე ქონდა მას გაკეთებული, მაგრამ ნამდვილად არ არის. მისი არჩევანი განპირობებული არის იმით, რომ ის უბრალოდ არის ჩვეულებრივი მარიონეტი, აი ამ ქალბატონის ხელში, მისი არჩევანსაც ვერ დავარქვევ თავს, იმიტომ რომ ეს მისი არჩევანი არ არის. და თითქოს სულ რაღაცის მოლოდინშია, რას ელოდები, რის მოლოდინში ხარ. ოჯახზე ეძახის, თითქოს ოჯახის დახმარების იმედი აქვს. ან რაღაცა სიცხადე შეიტანთ, რაღაცა სინათლე შეიტანთ მის ცხოვრებაში. აი, სულ აქვს იმის განცდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შავია მასთან ყველაფერი, ძალიან მუქფერებში არის ყველაფერი ახლა დახატული მასთან. მას მაინც აქვს იმისი განცდა, ხო, რაღაცა იმედი ოჯახის. ხო, აი რაღაცნაირად იმედი, გავასწოროთ, იმედი ოჯახის თითქოს აქვს, ხო, ახლობელი ადამიანების, ან ახლობელი ადამიანის ძალიან დიდი ნათელი წერტილი არის მაინც მისთვის. და ძალიან დიდი შიში აქვს, რისი შიში გაქვს? რისი შიში ხართ? იმიტომ რომ შორიდან უწევს თქვენი ყურება? შორიდან, ნუ თქვენ გაშორებული ხართ ალბათ, არ ვიცი, ან გაშორებული ხართ, ნუ დასაწყისში ესე გვიჩვენა, რომ თავისი ტახტრევანიდან ჩამოსულია, ან უბრალოდ ფიზიკურად არის თქვენთან ერთად სახლში, მაგრამ აღარც თქვენი მეუღლეა, აღარც ოჯახის მამა, ანუ რა არაფერი, ან გაშორებული ხართ, აი ესეთი ამბავია, ხო? თუ, ნუ, ჯერ კიდევ არ წასულა და თქვენ ერთჯერ ქვეშ ხართ, მაშინ ესეთი სიტუაცია არის. უბრალოდ, ასე ვთქვათ, თავის მოვალეობები დავიწყებული აქვს და ნუ შიში აქვს საშინელი, იმიტომ რომ მას გონია რომ ყველაფერს დაკარგავს. გონია რომ დაკარგა. ნუ აი მოკლედ და გონია რომ მას დრო აღარ აქვს.
ასე აი თითქოს ამბობს რომ ამოწურულია მისი დრო. მოდით დაველაპარაკოთ. მოდი გითხარი. აი ზუსტად ამაგესაც ამობრუნებული ამოვიდა მიუხედავად იმისა რომ ხა დასტაში ამობრუნებული ისინი არ მაქვს ამობრუნებული ამოვიდა თვითონ როგორც მამაკაცი ხო ანუ თქვენ მამაკაცური ფუნქცია დაკარგული აქვს ხო ნუ ამაროჩკა ხა დიდი ალბათობით შეიძლება იყოს აქ კიდევაც გაკეთებული შეებავით ამორჩილების რიტუალიც იყოს გაკეთებული მაგრამ იცით როგორ არის აქ მისი სახეცვლილება ხდება ხო ის აღარ არის თვითონ თავად რაც იყო ადრე აქ ორი პიროვნება არის ახლა მასში ორი სხვადასხვა ენერგია არის მასში კიდე გითხარი რამე გამოსავალს გასაღები მისთვის გასაღები ისევ საყვარელი ადამიანის ხელში ეძახის რომ მისი მეორე ნახევრის ხელშია გამოსავალი გასაღები მის მეორე ნახევრის ნახევრის ხელშია გასაღები ტარო იცით რა თუ არ გაგიკეთებდეთ ამ პიროვნებაზე დიაგნოსტიკა გააკეთეთ აუცილებლად იმიტომ რომ გამოსავალს როდესაც ვეკითხებით რომ რაში არის გამოსავალი გითხარით ხო იძახის რომ აი თავის საკუთარი მეორე ნახევარი და ინფორმაციის მიღება ხო ინფორმაციის მიღება შესაბამისად ამ გაშლით თუ მიმსჯელებთ აქ რა თქმა უნდა დიაგნოსტიკა აუცილებელია აი ხა მე რასაც ვლაპარაკობ ხო 100%-ით თუ რეზონირდება და მე ყოველთვის მაღალ პროცენტს დებთ და აი ნუ თუ რაღაცა რეზონირდება და რაღაცა არა 100%-ით თუ რეზონირდება, ამ ადამიანს სერიოზული დახმარება ჭირდება და შეიძლება ძალიან დააგვიანეთ კიდევაც უკვე თქვენ. იმიტომ რომ თავად ხედავს ამაში გამოსავალს, ხო, რომ რაღაცა მისი საშველი არის რაღაცა ზებუნებრივში, ხო? რაღაცა რაც ახლოს არის ეზოთერიკასთან, ხო? რაღაცას ვარქმევ ახლა ამ წუთას, ხო? იმიტომ რომ კაც მართვის თვითონ რას არქმევს. და ასე ძახის ამას და ეს მოდის მისი მეორე ნახევრისგან გაშორებული ხართ არ ხართ ერთ სახში ხართ და არ ელაპარაკებით ერთმანეთს ცალ-ცალკე ხართ გასაღებს აი ამ სიტუაციიდან გამოსავალს სწორედ თავის მეორე ნახევარში ხედავს და სწორედ ეზოთერიკულ ცოდნაში ხედავს შესაბამისად ამ ადამიანს ნამდვილად ჭირდება დიაგნოსტიკა და ნუ თუ ვიღაცას თუ ჩემთან ან სხვასთან დიაგნოსტიკა გაქვთ გაკეთებული კი გეცოდინებათ რომ აი ეს სიტუაცია თუ გაქვს რა თქმა უნდა აქ ადამიანს ჭირდება იმედგაცრუებულია რატო ახარ იმედგაცრუებული იმიტომ რომ თქვენ არ ვიცი შეებაშუა გზაზე მიატოვეთ შეიძლება ცადეთ და აი მიუგდეთ მგლებს საჯიჯკნად სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მიუგდეთ მგლებს აი ამ ნეგატიურ ენერგიებს აი ამ საშინელებას მიუგდეთ საშინლად ამ საჯიჯკნად და ეს ძალიან იმედგაცრუებულია აი ამ შავ ენერგიებთან არის დატოვებული მარტო პირისპირ და ძალიან იმედგაცრუებულია არ გაგვიკვირდეს თუ აქვს რაიმე განლუცინაციები, მძიმე ძილი, ფოთვით, უფლიანობით, სტრესით გამოღვიძება, ღამე, მოლანდებები, აი დააკვირდით მაგალითად თუ ერთ სახში ხართ, ჯერ კიდევ ხო, ან გიწევთ ხოლმე მასთან შეხვედრა, გვიჩვენებს რომ აი თითქოს რაღაცა დაინახა, უცებ რაღაც უაზროდ გაიხედება, თითქოს რაღაცის დანახვა უნდა ან დაინახა, ან შეამჩნია, ხო, რაღაცასგან შეცვა, ხო? ხა ფაქტიურად გამოვლინებები ამ ადამიანს მე არ მიყვარს საშინლად სულ ვამბობ ამას მილიონჯერ ვამბობ მაგრამ ხოშებ ერთი ადამიანიც იყოს ვინც პირველად უყურებს ჩემს გაშლას და რაღაცას ვიტყვი ახლა აქ პირველი ის რომ ეს არის საჯარო გაშლა და საჯარო გაშლი ძალიან გთხოვთ გულს ნუ გავიხეთქავთ ხოლმე იმიტომ რომ ეს რამდენიმე 1000 ადამიანზეა გათვლილი ხო და თუ 100%-ით რეზონირდება თქვენთან აუცილებელია საჭირო აი ამ გაშლაზე შემიძლია ვთქვა რომ აუცილებელია საჭიროა დიაგნოსტიკა და აქ ერთადერთი აქ კითხვის ნიშანი ის კი არ ჩნდება რომ აქვს თუ არა ჯადუ ამ ადამიანს არამედ ის რომ რა სახის ზემოქმედება არის რა ტიპის მაგია არის როგორი რანგის მაგია არის ამ ადამიანზე როგორი დახმარება ჭირდება აქ ხო ერთადერთი დასადგენი აქ არის ეს თორე ნუ აი ხო გეუბნებით თუ რეზონირდება 100%-ით ეს აქ ზემოქმედება
მაგია ადამიანზე არის და მეორე მე არ მიყვარს სიტყვა ჯადო ყოველთვის ვამბობ, იმიტომ რომ ჯადოს ხალხი ეძახის ყველაფერს აბსოლუტურად. ვიღაცა მოვიდა იქ რაღაცა ეგრეთ წოდებული სასიყვარულო მაგია გააკეთა, ვიღაცამ გათვალა, ვიღაცამ ბარაქაზე გაუკეთა, ვიღაცამ სილამაზეზე გაუკეთა, რაღაცა საგვარეულოა. ეს ყველაფერი არის ნეგატიური ენერგეტიკული პროგრამები. ეს და რა იქნება, რაზე იქნება, ბარაქაზე იქნება, დაშორებაზე, შეყვარებაზე, ნების აღზრაზე, ჯანმრთელობის წართმევაზე თუ სხვა, ეს ყველაფერი არის ვიცოდეთ უნდა, ხო? რომ ბრმად არ უსმინოთ ხოლმე და ბრმად არასწორად არ ვიგებდეთ იმას, რაზეც ვსაუბრობთ ხოლმე. ეს ყველაფერი არის ნეგატიური ენერგეტიკული პროგრამები, რომელიც აქ ფაქტი არის. აი თქვენზე, ხო, აი ეს მისი იმედგაცრუება აქ სწორედ ამაზე მოდის. რომ ის თulis რომ თქვენ უბრალოდ ის აი ამ შავ ენერგიებში დატოვეთ. და გამოსავალს ამ დროს ეს ხედავს რაში, ხო, თავის პარტნიორში, არ აქვს მნიშვნელობა ყოფილი ხართ ახლანდელი და ხედავს აი რაღაცა დაფარულ ცოდნაში, დაფარული ცოდნა რაც არის კი ვიცით, ხო, აგერ. როგორ განვითარდება მოვლენები უკეთესობისკენ ნამდვილად არა. უკეთესობისკენ ნამდვილად არ შეიცვლება, აი ეს სტაგნაცია გარკვეული პერიოდი იქნება, მერე, საცეცები თავისთავად, იმიტომ რომ ნეგატივი როგორც წესი, ესე უბობას ქსევლივით, ხო, უფრო და უფრო მეტად იზიდავს ხოლმე, ესე მორევივით ჩაითრევს ხოლმე, მსგავსი იზიდავს მსგავს, ამასაც ჩემი მსმენელებმა იციან ძალიან კარგად, რომ ძალიან ხშირად ვამბობ. მსგავსი იზიდავს მსგავს, ანუ ნეგატივს იზიდავს პოზიტივი, პოზიტივს სამწუხაროდ, ვინაიდან ნეგატივს ახლავს ესეთი ნეგატიური ემოციებიც და შიში, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად მოქმედებს, ხო, რატო ამობენ, ცუდი ამბავი ძალიან სწრაფად ვრცელდება, კარგი ამბავი ესე სწრაფად არ ვრცელდება ხოლმე, ცუდი მაშინ ვრცელდება, ხო, მოედება ყველაფერს. და აი გარკვეული პერიოდი აქ როგორ შეიძლება გაგრძელდეს სიტუაცია, ხო? გარკვეული პერიოდი იქნება სტაგნაცია, ანუ ესეთ სტაბილურად მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში იქნება ეს ადამიანი, მერე ისევ ხდება მეტასტაზების, კიბოს მეტასტაზების ჩაშვება და მერე უკვე, რა თქმა უნდა, ნეგატივი კიდევ და კიდევ უფრო მეტად მძიმდება, ხო? იმიტომ რომ აქ უკვე, რა თქმა უნდა, არის საჭირო მოქმედება. ძალიან ჭკვიანური მოქმედება, მაგრამ იცით რა არის? ეს ქალიც მოქმედებს. აი, ქალბატონი, რომელიც აქ არის, ეს ქალი თავს გადასარევად იზღვევს და ისევ მოქმედებს, ისევ და ისევ აკეთებს, ხო? ნეგატიურ ენერგეტიკულ დარტყმებს. და აიცით, აი როგორ ესე ძალიან ისეთ ცელივით, ხო? ესე სწრაფად ძალიან ესე ძლიერ დარტყმებს აძლევს. და ფაქტიურად ცეცხლზე თამაშება, იმიტომ რომ ამ ადამიანის ენერგეტიკა არის ძალიან დასუსტებული. და ამდენი ნეგატივი უბრალოდ არ შეიძლება, ხო? ნებისმიერი ზემოქმედება ადამიანზე მით უმეტეს ამდენი არ შეიძლება, იმიტომ რომ ისედაც ენერგეტიკული ტონუსი ძალიან დაბალი აქვს და რას მივიღებთ შედეგად? არ ვიცით, რა არის გამოსავალი, მოდით ახლა ეს მისი აზრით ვნახეთ, ხო, რა არის გამოსავალი. ახლა ტაროს კითხოთ, რა არის გამოსავალი. რა არის და ზუსტად ესეც ამოგვივიდა. აბა რომელი ხართ მისი დედოფალი, ჩემო ძვირფასებო? რომელი ხართ ის ნახეთ. ქალბატონი, რომელიც ამოვიდა ნეგატიურ კონტექსტში აქ, ხო? ესეთი ბრძენი გველი. ბრძენი გველია. და თავისი ესეთი გველური სიბრძნით მოქმედებს. თქვენ, ყოველ შემთხვევაში ქალში ხედავს, ხო? მის დედოფალში, ვინც მან აირჩია დედოფლად. ამიტომ ამბობ, რომ უმეტესწილად მაინც მგონია, რომ ეს არის ისეთ პარტნიორზე, რომელთან ძალიან დიდხნიანი ურთიერთობა გაქვთ და ძალიან დიდხნიანი არ ნიშნავს ეს რამდენიმე კვირას და რამდენიმე თვეს, რა თქმა უნდა, ძალიან სტაბილური ურთიერთობა, ფაქტიურად ქორწინების მოწმობა არ გაქვთ, თვალთან ცხოვრება არის და ამიტომ ამბობ, რომ უფრო ქორწინებაში მყოფები მგონი ხართ, იმიტომ რომ მან თქვენ თავის დროზე თავის დედოფლად აგირჩიათ და
ნუ თქვენ თუ არა, მაშინ სხვა ქალბატონი ვინც დედოფლად აირჩია, ის არა ვინც უკეთებს. სხვა ქალზე არის საუბრები. მე მაინც გონია რომ თქვენ ხართ ეს. გამოსავალს ხედავს, ესე იგი ის გველი ქალბატონია, ხო? გველის სიბრძნით თქვენ კატის სიბრძნით. ისე როგორი ცივი ენერგიებით, ხო? მომაკვდინებელი ენერგიებით და თქვენ მკურნალი ენერგიებით. თბილი ენერგიებით და მკურნალი ენერგიებით, ხო? თან კატა ვიცით ხო როგორი ცხოველია. ნუ ალბათ თქვენც ესეთი ხართ, იცით, საკუთარი ზღვარი გაქვთ, რადგან ესე დაგახასიათებთ თქვენ თუ ესეთი ხართ, ხომ, რომ თქვენ არ ხართ ის პიროვნება, ვინც ვინმეს თავზე წამოისვავს, თქვენ არ ხართ ის პიროვნება, ვინც თუნდაც გრძნობების გამო რაღაცების ბევრ რაღაცას გაწირავს და საკუთარ თავზე ბოლომდე შეეწირება და ასე შემდეგ, ნამდვილად არ ხართ. როგორც კატა, ხო, შინაური ცხოველია, უყვარს სითბო, უყვარს კომფორტი, მაგრამ დიდად არ უნდა შეაწუხო. მაინც დამოუკიდებლობას თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი თავმოყარეობა, თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი პირადი სივრცე, ხო? აი ესეთი ქალბატონი ყავს არჩეული მას დედოფლად თავის დროზე და თუ თქვენ ესეთი ქალბატონი ხართ, კი ბატონო, ეს თქვენ ხართ, ხო? ერთდროულად თან სითბოს გამცემი, თან მოსიყვარული, მაგრამ ამავდროულად თქვენს კომფორტში უნდა იყოთ. თუ თქვენ კომფორტს არ გიქმნიან, თუ თქვენ მე აქ კომფორტზე რა თქმა უნდა ხვდებით ალბათ, ხო? არ გულისხმობ ბრილიანტები გაჩუქონდა ასე ჩემ და არა სითბოზე, სიყვარულზე, მოფერებაზე, ხო? ამას ზრუნვაზე, ამაზე მაქვს საუბარი. თქვენ იმ ადგილს მაშინ უნდა დატოვებთ. თქვენ გამყარებას არასოდეს არ გადააბჭერთ. თუ ესეთი ხართ, აი ბატონო, ასეთ ქალბატონში ხედავს გამოსავალს და შვებას, ხო? ესე იგი ორი ქალი ყავს აქ, ბრძენი გველი და ბრძენი კატა. ბრძენი კატა ხართ თქვენ, ან შეიძლება სხვა ქალი. თუ თქვენ ესეთი არ ხართ, როგორც დაგახასიათეთ, და ყავს მეორე. აი ესეთი გაშლა გამოგვივიდა. საკმაოდ მძიმე არის, საკმაოდ ინფორმაციული არის და ნუ ეხა გაშლის თემატიკაც პრინციპში ეს იყო, თუმცა აქ შეიძლებოდა რომ რაღაცა უფრო სხვა მიმართულებით წასულიყო, სხვა ინფორმაცია მოეწოდებინა, ხო, ხვდებით თავად თქვენს, მაგრამ არა. ძალიან მკაფიო ინფორმაციები მოგვაწოდა ტარომ და მადლობა ტაროს და სამყაროს ამისთვის. ველოდები თქვენს გამოხმაურებას, ველოდები როგორ რეზონირდა ეს გაშლა თქვენთან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ეს გაშლა თქვენთან 100%-ით რეზონირდა, ეს ნიშნავს, რომ აქ 100%-იანი საჭიროების დიაგნოსტიკა და ნუ ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგიური ზემოქმედება არის პიროვნებაზე, უბრალოდ ერთადერთი დასადგენი არის კონკრეტულად რა სახის მაგიური ზემოქმედება არის. აი ესე, ველოდები თქვენს გამოხმაურებას, ჩემო ძვირფასებო, ვიმეორებ ჩემს ნომერს, არ მირეკავთ, უბრალოდ მწერთ WhatsApp-ში ან Viber-ში, ნომერზე 5111818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტაროს სამყაროს Facebook გვერდზე, Messenger-ში. მეულევ მადლიერებას გამოვხატავ თქვენს მიმართ, ყველას, ვისაც გამოწერილი აქვს და მოწონებული აქვს ჩემი არხი, ვისაც არ გაქვთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ, დამეხმარებით. და მეც მადლიერი ვიქნები. ყველას ძალიან დიდი მადლობა. ყველას თითოეულ თქვენთაგანს აქტიურობისთვის, კომენტარებისთვის, მოწონებებისთვის, გაზიარებებისთვის და ასე შემდეგ. მე თქვენ ულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.